საღამო მშვიდობისა. აბა ისი მაუწყებელია ეს საღამო მშვიდობისა, თუ არა იმის რომ ლოტო 6 42 იღებს სტარს და რა თქმა უნდა რუსთავი 2-ის ეთერში და რა თქმა უნდა თაკოსთან და ზურასთან ერთად და რაც თავარია თქვენთან და თქვენ ზიღბალთან ერთად ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ზიღბალამდე არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რა თუ არა ბილეთები. ადამიანებმა რომლებმაც უკვე შეიძინეთ ისინი, შეავსეთ თქვენ სასურველი ციფრთა კომბინაციით, ალბათ მზად ხართ იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მალე გადავინაცვლოთ ღილაკთან, ავახმაუროთ ლოტოტრონი და გავარკვიოთ, როგორ იქნება დღევანდელი კომბინაცია. გავარკვიოთ თუ ვინ წაეთამაშება ისეთ თანხებს, როგორც არის ჯეკპოტი, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 596,296 ლარს და მეორე კატეგორიას, რომელიც 266,000 ლარს გასცდა. დღევანდელი მდგომარეობით სხვათა შორის აქვე ვიტყვით რომ ცოტა მეტია ჯეკპოტი 599,000 ლარს გადასცდა უკვე 600,000-ია ფაქტობრივად და მოდი გადავინაცვლოთ 600,000 წარმატება თქვენ აბა 3 2 1 და ავახმაურეთ ჩვენი ლოტოტრონი დავალოდოთ როგორი იქნება დღეს ის ციფრები რომელიც აღმოჩნდება ესე თანმიმდევრულად ერთმანეთის მონაცვლეობით და 18-მა გახსნა დღევანდელი ჩვენი კომბინაცია. ბატონო, ეს საშუალო რიცხვით მწვანე ბურთით დავიწყეთ დღევანდელი მომგებიანი ბურთების გამოცხადება და ყვითელი 17 შემოგვიგორდა. ახლა წინაზე როგორც იყო ისე მწვანე ყვითელი ასე გაგრძელდება შენი აზრი? არის, არ მგონია, წითელი გავიფიქრე და წამოგვეწია კიდე 10 გახლავთ მომგებიანი ბურთი. კი. ნახოთ ლურჯი ჩამოვარდება თუ არა დღეისთვის, ბოლო პერიოდში ცოტა პასიურობენ. არა, 27 შემოგვიგორდა მეოთხე მომგებიან ბურთად და ველოდებით უკვე მეხუთე მომგებიან ბურთს და ნახოთ რა იქნება ის. ყვითელი. ისევ ყვითელი ფერი, როგორც უკვე აღნიშნე, 6 ყვითლები ძალიან ლიდერობენ და ბონუს რიცხვის დრო გვაქვს და ისევ ყვითელი. რა ხდება? ესე იგი, მე-6 ბურთი არის 16 გვაქვს მე-6 ბურთად. და ისევ ყვითელი ბონუს რიცხვი ამ შემთხვევაში 5 თავს და დანიშნულების ადგილზე. გადავიმეოროთ. 18 17-ით გავაგრძელოთ. 27 16 და ბონუს რიცხვი გახლავთ 5. მე რაღაც მგონია რომ დღეს გვექნება კარგი შედეგები. ამას რა თქმა უნდა ძალიან მალე გაარკვევენ, გადაიხედება ეს ყოველივე და ვნახოთ ვის ციფრთა კომბინაციას გაუმართლებს. პრინციპში ეს ყველაფერი თქვენ იცით გამარჯვებულებო, რადგან უკვე ბილეთები გქონდათ, მაგრამ მე რაღაც გული კარგს მიგრძნობს, მაგრამ სანამ გავიგებთ შედეგებს და სანამ ადამიანების სიხარულს გავიზიარებთ, მანამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ რომ არსებობს რამოდენიმე გზა იმისთვის რომ ყოველ სამშაბათი და პარასკევისთვის შეიძინოთ ბილეთები და ამ გზების შესახებ მაგრამ აუცილებლად უნდა გავაჟღერო ისიც რომ ბოლო პროგნოზები ზურას მხრიდან გაჟღერებული და რეპლიკები დამთავრდა და დასრულდა დაგვირგვინდა შეიძლება ითქვას იმით რომ ჩვენ 2 მილიონ ლარზე მეტი გავათამაშეთ პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება გზებს თუ საჩევიძინოთ ბილეთები საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტ www.loto.gr ასევე ლოტოს ჯიხურებში რომელიც მიმოფანტულია თქვენ კარგად იცით საქართველოს სხვა წერტილში და სერვის ცენტრები, სადაც თქვენ ასევე შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები. ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს ეს სერვის ცენტრები, იცით ძალიან კარგად. შედეგები ეკრანზე, მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 1422 ლარი და ის წაიღო ერთმა ადამიანმა. მეხუთე მეექვსე კატეგორიებში გვყავს გვავინდებოდა ძალიან ბევრი გამარჯვებული, თუმცა მესამე კატეგორია, მეორე და ჯეკპოტი დაგვჭა გაუთამაშებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გათამაშებისთვის იზრდება, კი ბატონო, ასე რომ მიაქტიურეთ აუცილებლად ხელში იქონიათ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ლოტო 642-ის ბილეთები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იგებს ის ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეგეძლებათ ყველას და ეს ასია. იგებს ის ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. აბა ბედნიერი საღამო. მიაქტიურეთ დროებით.